მოგესალმებით. იმისათვის, რომ დავამატოთ ბიზნეს წინადადება განცხადების დამატების გვერდზე, ავირჩიოთ შესაბამისი კატეგორია. განცხადების ტიპში მოვნიშნოთ ბიზნეს წინადადებები. კატეგორიის არჩევის შემდეგ ვნახავთ, რომ გაიხსნება ბიზნეს წინადადებების შესაბამისი ფორმა, შესაბამისი ველებით. წითელი ფიფქით მონიშნული ველების შევსება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ აიტვირთება. სათაურში ჩაწერეთ თქვენი პროექტის დასახელება. შემდეგ ჩაწერეთ საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული პოსტა. ვუფიქრეთ პროექტის სექტორი. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგი ველი პროექტის ტიპი, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ თუ რა ეტაპზეა ამჟამად თქვენი პროექტი. აირჩიეთ შესაბამისი პასუხი. ინვესტიციის ტიპში შეგიძლიათ მიუთითოთ ჩამონათვალიდან თქვენს მიერ შერჩეული პასუხი, რომელიც გამოჩნდება არჩევის შემდგომ ველში. პროექტის სტატუსშიც ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ჩამონათვალიდან თქვენი შესაფერისი პასუხი. საჭირო ინვესტიციის რაოდენობაში მიუთითეთ დაახლოებით ის ინვესტიციის რაოდენობა და ვალუტა, რომელიც თქვენი პროექტისთვის არის მნიშვნელოვანი და პროექტის აღწერაში ჩაწერეთ თქვენი პროექტის აღწერილობა, მისი შესრულების ეტაპები და ასე შემდეგ. სამიზნე ბაზარში ჩაწერეთ რომელი სეგმენტისთვის არის განკუთვნილი თქვენი პროექტი და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შემდეგ ველებში შეავსოთ ინფორმაცია პროექტის კონკურენტების შესახებ, თქვენი პროექტის უპირატესობების შესახებ, ასევე ჩაწეროთ ინფორმაცია პროექტის რისკები და ამ რისკების გადაწყვეტის გზების შესახებ. თუ თქვენს პროექტს გააჩნია ვებგვერდი, მიუთითეთ ამ ველში. განცხადებას საშუალებას გაძლევთ ატვირთოთ დოკუმენტაცია Word-ის, Excel-ის, PDF-ის ფაილში. დააჭირეთ ღილაკს Choose File, აირჩიეთ შესაბამისი დოკუმენტი, დააჭირეთ ღილაკს Open და ის ავტომატურად აიტვირთება. შეგიძლიათ ატვირთოთ ერთი ან რამდენიმე დოკუმენტი. დამატებითი ინფორმაციაში შეგიძლიათ შეიყვანოთ ყველა ის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენი პროექტისთვის და ასე შემდეგ. ადგილმდებარეობაში მიუთითეთ პროექტის ადგილმდებარეობა, აირჩიეთ ჯერ რეგიონი, შემდეგ ქალაქი. თუ ჩამონათვალში არ არის თქვენი ქალაქი ან სოფელი, მიუთითეთ პასუხი სხვა. ბოლოს შეავსეთ ინფორმაცია განცხადების შესახებ. ჩაწერეთ განცხადების სახელი და ელექტრონული პოსტა. აქ მითითებულ ელექტრონულ პოსტაზე მოგივათ წერილი შესაბამისი ბმულებით, რომლითაც შეიტყობთ თუ როგორ უნდა შეასწოროთ ან წაშალოთ საჭიროების შემთხვევაში თქვენი განცხადება. დავაჭიროთ ღილაკს გამოქვეყნება და განცხადება დაემატება და გამოჩნდება განცხადებების ჩამონათვალში. სადაც გამოჩნდება თქვენი პროექტის დასახელება, განცხადების ტიპი, პროექტის ადგილმდებარეობა და განცხადების ატვირთვის თარიღი. განცხადებაზე დაწყაპუნებით გაიხსნება ყველა თქვენი მონაცემი სრულად შესაბამის ველებში. გმადლობთ ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებას.